Огонь! Огонь, говорю! აზერბაიჯანული მედია რუსეთის საჰაერო თავდაცვის კაპიტნის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ადასტურებს, რომ 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო. ავიაკატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 29 მგზავრი. რუსეთში დაკავებული აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსული მედიის ინფორმაციით შიხლინსკი მოწმის სახით საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ ოფისში იყო გადაყვანილი. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლები დაიხურება, ხოლო რუსულ ენას სასკოლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღებენ. ტრამპის განცხადებით ისრაელი ღაზაში 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მის წარმომადგენლებსა და ისრაელს შორის შეხვედრა ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო. შეერთებული შტატები კი ომის დასასრულებლად ყველა მხარესთან იმუშავებს. თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.